აი, მზად ხართ რომ ყურებიდან სისხლი წამოგივიდეთ. მზად ხართ რომ ზომბილენდის ახალი სერია პირდაპირ რუსთაველის ცენტრიდან შიგევროპელების სახით წარმოგიდგინოთ. ეს ადამიანები, მეგობრებო, არ არიან ნორმალურები. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი შეურაცხადები, რომლებიც არ ექვემდებარებიან საერთოდ არანაირ მკურნალობას. მე ამის შესახებ ძალიან დიდხანს საუბრობდი. თავიდან ძალიან ცოტა მისმენდა, ეხლა მადლობა ღმერთს, უკვე 150,000-ზე მეტი ვართ. მეგობრებო, დღეს მე ვაპირებ წარმოგიდგინოთ ის სიგიჟეები, რაც თბილისის ქუჩებში ხდება, ის გაუგონარი დონის ბოროტება, ბოღმა, შური, უბედურება, რაც ამ ადამიანების პირიდან ამოდის, ანუ ისეთ რაღაცებს მოისმენთ, ხო? აი რომლის წარმოდგენა არათუ პროევროპელს, არათუ აი პრორუსს კი არა, აი რუსეთში მცხოვრებ ყველაზე ბოროტ ადამიანსაც კი არ დაესიზრება. მოდი ახლა ჩვენ ამ ვიდეოზე სანამ გადავალ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მოდი შევაფასოთ თბილისის ქუჩებში განვითარებული ბოლომდროიდელი მდგომარეობა. მოდი უყუროთ ერთად. ეხლა მე მინდა განსაკუთრებით გოგოებზე გავამახვილოთ, გოგოებად წოდებულ ქალებზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება, რა სიტყვებია მოდის პირიდან, რა ჟესტიკულაციები, რა ქცევები და რა სიბოროტი. აი მე მინდა ამ ყველაფერს ხაზი გავუსვა და განახოთ მათი ბუნების რეალური მხარე. აი, ეს არის სტოპ კადრი. აი ხა, ამის მერე რაღაცები რო ხდება, დაპირისპირება, ძალადობა და ასე შემდგომ, ანუ მე კითხვა რატო ჩდება, რატო ხდება ეს ყველაფერი. აი თქვენ ხო ისმენთ, აი თქვენი ყურებით. აი ეს დიალექტიკა, ის სიტყვების კორეანტელი, ხა არ მინდა ამ ყველაფრის პატივისცემის თქვენი და პატივისცემიდან გამომდინარე, ეს სიტყვები მე გავიმეორო. თორე ისეთი გინებები და ისეთი აი რაღაცები ვიცი ცხოვრებაში, რომ აი ამას და ამათ არც დაისიზრებოთ საერთოდ. უბრალოდ პატივისცემის ფარგლებში საუბრობ, რახან თქვენ გცემთ პატივს. აი დააკვირდით უბრალოდ თვალებში ამ სიბოროტეს. აი რომელსაც ჩემგან ხელმარჯვნივ თქვენ ხედავთ. აი დააკვირდით მის ქცევებს. აი თუ ეს ადამიანი და ეს ქალად წოდებული არსებას რაიმე ელემენტი მაინც ახასიათებს, რომ ის ქალად იწოდება, მაშინ მე ვყოფილ ვარ ძმაო ჰოკეისტი, რომელსაც NHL-ში უნდა თამაშობდეს. აი ეს თუ ქალი არის და ესეთი თქვენ თუ მოგეწონებათ, ან ესეთი ქცევა, ესეთი სიგიჟე გაუგონარი რა, მაგრამ ხელები ამიწევია ძმაო. ხელები ეს თუ გავს საერთოდ რამე ნორმას. აი მოდი გავაგზავნო. დააკვირდ თვალებში დააკვირდ იმ სიბოროტეს. აი თითქოს აი ვულკანს უდრის, აი რომელიც ეს უნდა ამოიფრქვეს და მთელი ეს ბოღმა და ბოროტება გარეთ გამოიტანოს. ამათ უყურეთ, დააფერებს დააკვირდით შენ. ხო მოისმინეთ სიტყვები. აი ამასა დააკვირდით კიდე, აი ამას, აი დააკვირდით. ანუ ხვდებით რა საგიჟეთია? ანუ რეალურად, ანუ აქ იმაზე კი არ არის ორიენტაციაზე და ევროპა მინდა. ეს ზოგ დაივიწყეთ, ეგ თემა აღარ. აქ მიდის კლინიკური სინდრომი უნდა დაისვას უკვე. სერიოზული კიდე გამოუსწორებენ დიალოგს აზრი არ აქვს, მაო. ანუ არანაირ დიალოგს აზრი არ აქვს. აი არანაირ ახსნა განმარტებას. ანუ უბრალოდ არ მინდა ის სიტყვები თქვა თუ რა ალტერნატივა არის რეალურად ამათვის, რომ ამათ შენ ყოფაქცევა ასწავლო. და ალბათ მიხვდით რას ვიგულისხმე. ანუ სხვა ალტერნატივა ბუნებაში ცივილურები არ არის, ცივილურად ხო შეიძლება და ან ცივილურ საუბარს, ცივილურ ესე თქო კომუნიკაციას არანაირი აზრი არ აქვს. აი ეს არის ტყუილა დაკარგული დრო. აქედან გამომდინარე მე შემოვიტანე ესეთი ინიციატივა, რომ საქართველოში უნდა დავნერგოთ ამერიკული სისტემა. და დასავლური სისტემა, არანაირი რუსული, არანაირი ბელორუსული, არანაირი პირდაპირ ამერიკული და ევროპული სისტემა აქციების დაშლისა და დარბევის სადაც უნდა იყოს გამოყენებული განსაკუთრებული სისასტიკე. ეს სიტყვები არ მოგესმათ. ანუ ერთადერთი გზა, რომლითაც შენ გზააბნეულ ადამიანს, რომელიც არის მოძალადე, რომელიც არის ბოროტი, რომელიც არის შურიანი, რომელიც არის ბოღმა, რომელიც არის ბოროტების სარიელა განსახიერება, ანუ შენ არანაირი ინსტრუმენტი არ გაქვს, როგორც ადამიანს, როგორც ძალოვან სტრუქტურას, ანუ მნიშვნელობა არ აქვს რა ბიუროკრატიულ საფეხურს წარმოადგენს. ამ ადამიანს შენ ვერაფერს ვერ ასწავლი. ერთადერთი გზა რომ გააგებინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, გადბლეს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს ამერიკა. ამერიკაში არის ზუსტად შესანიშნავი პრაქტიკა.
ამერიკაში პოლიციელებს, აი თქვენ ვნახოთ ჩიკაგოში რა ხდება, LA-ში რა ხდება, ნიუ-იორკში რა ხდება, ვირჯინიაში ხო? ანუ პოლიციას აქვს სროლის უფლება, ანუ რეზინის ტყვის კი არა. ანუ პირდაპირ ცეცხლსასროლი იარაღის სროლის უფლება აქვს. განსაკუთრებული სისასტიკით ხდება ამერიკაში დარბევა. და თქვენ გონიათ ამაზე ნაკლებები არიან იქ? ტრამპი ვისაც დაერია ეხა? მემარცხენები და გიშები უარესები არიან ბევრად. აი წარმოგიდგენთ დაახლოებით 200-300 კაცის გულისთვის ხდება ქუჩების ხელოვნური პიკეტირება. ხდება სახელმწიფოს ხელშეშლა იმ საქმიანობაში და მრავალი ხალხისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ გადაადგილდნენ სამსახურში, გადავიდნენ ერთი ადგილიდან მეორეში, უბრალოდ ან ზოგ ადამიანს უბრალოდ გასეირნების სურვილი აქვს. ანუ ყველანაირი მუღამი უკვდება, როდესაც ამ ბომჟებს და პაპუასებს ხედავენ ქუჩაში. ანუ მართლა სამუშაო, ანუ სერიოზულად თქო, ეს არ არის არანაირი პროევროპელობა, პრორუსობა. ეს არის ჩვეულებრივი კლინიკური დიაგნოზი, რომელსაც გამოსწორებას არ აქვს. მოდი აქ, მოდი შენ აქ, ზუსტად, მოდი აქ. აი რომ მოვიდეს და აი რომ დაგარტყას. აი მე ხო გამოხვალ და აიღებს ესე ტელეფონს და ვაიმე მცემეს ქუჩაში ტიტუშკები დამესხრენ თავს. ვაიმე რა გავაკეთო? მე გამოვლენ სხვა სირი ინფლუენსერები, არაერთია საქართველოში ეგეთი. ვაიმე ძალიან საშინელება, როდესაც აქციებს ესეთი ხო ატეხავენ ეს ინფლუენსერებიც ამათ რა ცხრებს და მე ინფლუენსერების სახში ზიან, ზოგი PSP-ს არეკლამებს, ზოგი ფარმადეპოს, ხო იცით ვიზე ვლაპარაკობ, აი Instagram, TikTok-ები, ინფლუენსერები რო არიან და ეს ხრები რჩევიან გარეთ. მე ზოგი ციხეში მიდი, ზოგი ნაცემია და პატრონი არ ყავს არავის. ანუ მეცოდებიან რეალურად, ანუ რეალობის ბუნების არსებიცი ამ ყველაფრის გაიგე. ამას რამდენი ხანი ამათ ვაფრთხილებდი, რომ ესეთ შედეგებს გაუგო მოყვება პროპორციული ზალები, ხო? ახლა ადამიანს რო გაგინებენ, შეურაცხყოფას გაყენებენ, ხო არ დათგები და ხო არ მოუთმენ, ხო? პირში ცხვიწინ ადამიანი რო გიდგას და გაგინებს გლანძღავს და სამშობლოს მოღალატეს და იმას გეძახის, ხო? ანუ ბუნებრივი ადამიანი ხარ და გაუსწორდები ფიზიკურად, ხო? ეს არის ყველა ადამიანი ესე იქცევა. ნუ თუ შიშარა და ქვეშაფსი არ არის, ხო? ანუ რატო უკვირთ ამ ადამიანებს ის ქმედებები, რაც მე ხდება? ეხლა რა თქვენ რა სიტყვები, აი თქვენთვის, აი მე თქვენ გეკითხებით, ეხლა ეს სიტყვები რო თქვენ მოგესმინოთ, აი თქვენ რო მოგესმინეთ, აი რა სიზავდით? აი გეკითხებით. მორალზე დაუწყებდით თვალსაუბარს თუ რომელიმე კონსტიტუციურ ნორმას ახს ტყუილი. აი უყურე. უკრაინის ის არ დაკარგოთ. აი უკრაინის პირბადე ეს არ დაკარგოთ. აი უკრაინის რა. უკრაინის ისეთი დანძრეული აქვს, აი რა ვიცი, აი რა შეიძლება შევოტიტები, ვაფშე ეს არ ცაიმ რა ესენი არიანო ჯერ კი 20-22-ში ჩარჩენილები ბიჭო, შენ აზი ხარ? ანუ სერიოზულად 20-22-ში არიან ოქტომბერ მე თებერვალში ჩარჩენილები. ანუ სერიოზულად ცივილიზაცია განვითარდა რაღაც ამერიკამ გადააჯო უკრაინას, იმე რა ქვია ზელენსკი ათრიეს გალსტუკით, რაღაც ევროპას საკუთარი კრიზისი რა ამბები ხე ესენი 20-22-ის თებერვალში არიან ჩარჩენილები. ვაიმე რა უბედურ აი უფალო შენი დიდება დაიბადა. ნახე რა აი არ მინდა არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ სერიოზული სიმახინჯე იმალება ამ ყველაფრის წინ მატერიალურად. მე სულიერ. ნახე მათხოვა რო რას გავხარ, კიბოიანო. აი სამათი ბოროტება რა არის ხალხნო. იმ დროს რო გამოვიდა და აი ოდიშარიას რო უთხრა იმ გოგო რომ ეძახე კიბო გაგ და მაინც მოკვდებიო. აი მაგას ადამიანს ეტყვი ხო? აი უბრალოდ მოსაკლავი ხარ. ანუ ეგ ადამიანი, აი უბრალოდ ეგეთი ადამიანი, ეგეთი სიბოროტე, ანუ უბრალოდ უნდა ჩაკეტოს სამუდამოდ კედლებში და არ გამოუშვა არასდროს. აი მაგას რო ადამიანის პირიდან ამოდის ეგ სიტყვები რომ შენ ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანს ეუბნები რომ სიმსივნე კიბო გაგ და მაინც მოკვდებიო, ეგ ადამიანი არის უბრალოდ არ გასახარებელი ადამიანი. აი თავი და ბოლომდე უნდა გამოკეტო, აი რელსებზე უნდა დააბა და მატარებელმა უნდა გადაუღაროს ზემოდან. აი ესეთი გაუგონარი სიბოროტე ამდენი ადამიანი ებრძვის ონკოლოგიურ დაავადებას საქართველოში და მსოფლიოში. მედიცინა ჯერჯერობით უძლურია რომ ეგ დაავადება და ამდენი ადამიანი ბრძოლაშია, რამდენი სიკვდილთან მიდის ბრძოლა და ეს სირქალა, აი ჩვეულებრივი სირქალა გამოდის და ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანებს იმას აბსოლუტურად უკარგავს წმენას და ყველაფერს. აი თქვენ ხვდებით რა სიბოროტესთან გვაქვს საქმე? აი გეკითხებით რამეში ეხა მე რას ვილაპარაკე, რამეში მამტყუნებ, აი სერიოზულად საუბრობ აქედან გამოდი. აი სიკიჟია ჩვეულებრივი რა.
და ვიღაცები ადრე მელემეუნებოდნენ ამათო არასდროს აზრი არა აქ ლაპარაკს დაივიწყეთ დებატები დაივიწყეთ რამე პუბლიკაციები დაივიწყეთ გამოსვლები დაივიწყეთ დიალოგი კოჰაბიტაცია ტყუილი ვირი საბანოში უნდა ჩაკეტო ესენი ხალხო რომ ვირი საბანო უნდა ხეხინო დილნა საღამომდე მეტი გამოსავალი არ არის Nothing beats a Jet2 holiday. And right now, you can save £50 per person. That's აი ეს არის მეგობრებო, უზრდელობის, უტაქტობის და ბოროტების შედეგი. რასაც შემდგომ ხელმარჯვნივ თქვენ ხედავთ დაბლარულს. აი ეს არის შედეგი, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, როდესაც გაგინებენ და როდესაც უხამსი სიტყვებით გახასიათებენ და გაბრალებენ ისეთ რამეებს, რაც შეერთო შეურაცხყოფელია. ანუ პროპორციულია აბსოლუტურად ყველაფერი. ვინ იწევს ამ პროცესებს და ვინ გამოღვივა ამ სიბოროტეს, ძალიან კარგად ჩანს ამ პროცესებში და ჩვენ დავინახეთ. ძალიან კარგად. £200 off for a family of 4. აი ეს მედის წარმომადგენელი შლაქსებით, ლიბერალი, აკაცუკო, გეი მილიტარისტი, არა ლესბო მილიტარისტი. და რა უზრდელია უბრალოდ რა. და ესეთი რომ აი ეს წიკვინა რომ რამეზე დაგელაპარაკება, აი მოდი და აი ექსკრემენტიც არ მინდა უწოდო, აი საზოგადოებრივი ექსკრემენტი, როგორ შეიძლება გაჩნდეს რაღაც პოლიტიკური ნარატივის სუბკულტურა, აი როგორ შევაფასოთევანდელი პარალიბერალური განზომილება საქართველოში მე უკვე აზია, ეს არის შეურაცხყოფა ჩვეულებრივი, რომელზეც არაფერი საერთო არ აქვს ჯონ ლოკთან, დენი დიდროსთან, ჟან-ჟაკ რუსოკასთან და იმ განმანათლებლებმა, ვინც მართლა ეს ლიბერალურ დოქტრინა შექმნეს. Ну ისინიც კაი სირები იყვნენ, მაგრამ სხვა გაგებით სირები იყვნენ და ესენი ვაფშე ესეთი ქვე კატეგორიაში სირები არიან, ანუ სეგუნდა დივიზიონში სირები არიან ესენი და ეს ნორმალური ხარ და თვითონ რეებს აკეთებ და აქ პროცესს და გინებებს დალაპარაკს ხო დააკვირდეთ იქამდე. აი ქრონოლოგიას ხო დააკვირდეთ. ნორმალურად გოგო რო პირიდან ეგეთ უხამ სიტყვებს უშვებს. გოგო რო ამხელა ბოროტებას ასხივებს. გოგო რო ადამიანს ეუბნება კი მოგაქ მაინც მოკვდებიო. ამის შემდგომ რო ეს ყველაფერი ხდება, ეს რეაქცია ვინმეს უკვირს? არავის საერთოდ. ნო აი ცხოვრები რა უკრაინა ევროკავშირი აი არ ვიცი აი რა დასკვნა შეიძლება ამათ მე დავუდო უკვე კარლ იუნგი ზიგმუნდ ფროიდი რავი რომელი დიდი ფსიქოანალიტიკოსი შეიძლება მოვიყვანო რომ მე ამათ ფსიქოანალიზი დავსვა ეს აი ჩემთვის აბსოლუტურად ამოუხსნელი ფენომენია ესენი არიან ძმო რაღაც სხვა პლანეტიდან არ ვიცი აი რანაირად შეიძლება გაზარდო ესეთი იმბეცილები ესეთი უზრდელები, ესეთი უტაქტოები, როგორ შეიძლება ადამიანის საერთოდ გაზარდო. მე არ ვიცი საერთოდ ესეთ რამე არ გამიგია. აი ხა ერთი მომენტია, ეს მინდა და თქვენთვის მენახებინა. აი ხა უყურე. ცდილობენ გზის ხელოვნურ პიკეტირებას რუსთაველზე, როდესაც არასაკმარისი ხალხია ქუჩაში გამოსული და შენ გზის პიკეტირებას ახდენ, ეს არის კანონდარღვევა რეალურად. ამ იმბეცილება ეს არიციან, მაგრამ აი ხა განახედა, ხო ცდილობს ეს სირქალა აი ხა ამ იმის დაკეტვას რა. ვერაკეთებს და როგორ იცინეს, დააკვირდეთ ხა, დააკვირდეთ. აი ხა უყურე. ნახე როგორ იცინეს. ხო ხედავ. მერე იტყვიან რაღაცი ქალის სინდრომიო, მერე იტყვიან და ეს რაღაც მოჩვენება არის და არ არსებობს. არა, ეგ სინდრომი არსებობს მეგობრებო. აი თქვენ პირდაპირ ხედავთ ამ ყველაფერს. დააკვირდი, ტიპს ეცინება. ანუ აი ეს არის რა, რეალურად შემოწმება. ერთ წამით. მე არ ვიცი უკვე რა ფილოსოფიური შეხედულება რა ფილოსოფიური დასკვნა შეიძლება გამოვიდანო ამ ყველაფერთან. მე უბრალოდ ერთადერთი რის რეკომენდაციის გაცემად შემილია. მე როგორც ამ მთელი ჩემი შინაარსობრივად ანტილიბერალ ადამიანს, მე იმას ვერ მეტყვის ვერავინ, რომ მე რაღაც ვიყავი და რაღაც გავხდი. მთელი ჩემი ალიბი, მთელი ჩემი ვიდეოები, ის ადამიანები, ვინებიც მე მიცნობენ, უნივერსიტეტში ყველგან მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ამ ხალხს ვამხელდი, ამ ხალხს ვებრძოდი ყოველთვის ყველგან. ანუ მე ვერავინ ვერ მეტყვის, რომ შენ იცი ვიღაცა მოგისყი და გადმოგიყვანა, ანუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს? ჰიტლერი რო საფლავიდან ადგეს, სტალინი რო ადგეს, მაო ძედი ისინი რო ადგნენ,
მე იმათ ხარეზეს დავდგები ამათ წინააღმდეგ ბრძოლაში. ანუ ნომინალური მტრები არიან ისინი საქართველოს სახელმწიფოს და ზოგადად ცივილიზებული სამყაროს. მე ამას თელი ჩემი ცხოვრება არის მაგის ალიბი. ანუ მე მაგას მე ვერასდროს იმიტომ ვერ მაბულინგებენ მაგ მიმართულებით და ესენ ცდილობენ რომ აი შენ რაღაც ერთი თვის წინ სხვა იყავი სხვა გახდი. არა, იმიტომ რომ თელი ჩემი ალიბი, თელი ჩემი ვიდეოები, თელი ჩემი კონტენტი არის აწყობილი ამათ დისკრედიტ, აი ამათ გაფარჩაკებაზე თავიდან ბოლომდე. ანუ მაგას მე ვერავინ ვერ მეტყვის ვერასდროს. და ბუნებრივია ჩემი გვერდში დგომაც ეხლაც მაგასაც არ უარყოფ რომ ამ თავრობას გამოუცხადე ზუსტად გვერდში დგომა ამასთან ბრძოლაში არ უარყოფ ეს და პირადად ჩემი არჩევანი რატო? იმიტომ რომ რა სიგიჟებსაც ეხლა თქვენ ხედავთ ეს თუ არ გამოხდი ხმამაღლა არ ამხილე ჩემო კარგო ხო? ხვალზე ბევრი გახდებიან ესეთები და ესენი ბევრნი იყვნენ და მე დავაცოტავე ეს ხალხი ძალიან ბევრ რაღაცაში ზუსტად ეგროლი ვითამაშე რომ ესენი მართლა ბევრნი იყვნენ და ბოლო 1 წლის განმავლობაში 1,500,000 ნახვა ქონა საერთო ჯამში ვიდეოს ჩემსას კონკრეტულად აბაძერას დავდე ზუსტად იყო არც უარყოფ ამად გაშავებაზე რატომ? იმიტომ რომ შიდან განათვარ ანტილიბერალი ეს ხალხიანე პარაზიტები სარეველად ცივილიზაციაში რომელიც თუ არ მოწყვიტე ისინი სხვა ჯანსაღ სცენარებს დააზიანებენ და ჯანსაღ საზოგადოებას ანუ რამეს მე ვამბობ იმას აი რამეს უარყოფს არაფერს არ უარყოფ რა თქმა უნდა მიკერძოებული ვარ იმიტომ რომ ეზიზღებიან ვერ ვიტან მაგ ხალხს მაგ იდეოლოგიას მაგათ ნარატივს და ის ადამიანები რომელიც მემაბრალებდნენ იმას რომ აი შენ გახდი არაფერი არ გამختار ვარ მე ანტილიბერალი ყოველთვის ვიყავი უბრალოდ ვინც ჩემს იდეებს დაემთხვევა ეს ახლა ბიძინა ივანიშვილი იქნება, ჰიტლერი იქნება, სტალინი იქნება, მაუძედუნი, იულიუს კეისარი, ხო? რა თქმა უნდა, მათ გამოუცხადებ ამ მხარდაჭერას. ხო მივხვდით კონცეფცია, აი მარტივი ნარატივი ახსენი, ალბათ ყველამ ძალიან კარგად გაიგეთ, ხა ჩემი სათქმელი. ანუ აქედან გამომდინარე, ჩემი ქცევარი აბსოლუტურად ბუნებრივი. მე საერთოდ შემიძლია არ ჩამეწერა. მე შემიძლია სამეთო ძალიან ობიექტურად შემეფასებინა. იცით ხალხო, ესეც არ ვაკეთებ მაგას. უბრალოდ ლიბერალები არიან პარაზიტები სამყაროში. და პარაზიტები უნდა გასცრისო. ხვდებით? თორე ისინი დააზიანებენ სხვა არსებებს. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ თქვენ სარწმუნოებას, თქვენს ფასეულობებს, თქვენს ღირებულებებს, დაცინია თქვენთვის წმინდა რამეებს. მე მაგის სატანას არ ვიცი შენ რას ფიქრობ, არა, მე მაგის სატანას არ ვაპირებ. და არც კოჰაბიტაციის გამოცხადებას არ ვაპირებ არასდროს ცხოვრებაში. ერთადერთი რამე, რაც ლიბერალს ესმის, ერთადერთი რამ, როდესაც ძალიან მწარედ ხდება. ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იწყებს ფიქრს. მაგრამ მე არ ჯერა მაინც კლასიკური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი ვარ და მე არ ჯერა რომ ადამიანის შეცვლა შესაძლებელია, მე არ ჯერა მაგის. ადამიანს ვერ შეცვლა. ეს შეუძლებელია. აი მექანიკური ფორთოხალი წარმოვიდგინეთ შესანიშნავი ეკრანიზაცია სტენლი კუბრიკის ნარატივი წიგნი წაიგითხეთ მისი. ადამიანი რაც არის ბუნებით ის რჩება ბოლომდე. ადამიანი რაც 5 წლის ის იქნება 80 წლის. მეგობრებო, ტყუილად ცდილობთ ადამიანების შეცვლას. მაქედან გავდიარებ მე მხრივ დიქტატორულ მართლობას, დიქტატორა არის ერთადერთი შესანიშნავი რამ წამალი მათთვის, რომ ეს ყველაფერს რომ ჩვენ ნორმალური საზოგადოება დავიცვათ ამათგან. ნორმალური. ჩვენ იმაზე კი არ ვფიქრობდეთ პიკეტირებას ვინახდენს რუსთაველზე და ვინახდენს მაგალითად საბურთალოზე. არა, ჩვენ ვფიქრობდეთ ეკონომიკურად როგორ გაძლიერდეთ, ბანკების პროცენტება როგორ უნდა დაიწიოს, ბანკის პროცენტება. ამებზე უნდა ვფიქრობდეთ, რაც რეალური აი ესენი არ გაფიქრებენ რეალურ პრობლემებზე. თუ რეალური პრობლემები რაც არის მე ყოველთვის გავიშვერ და ყოველთვის თავრობას გავაკრიტიკებ მაგაზე. არანაირი პრობლემა არც მაგაზე არ მაქვს. იმიტომ რომ ვიცი რომ ამ წუთას დღევანდელ რეალობაში მართლა დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც სიტყვისა და გამოხატვის ავიზულა მართლა არის. კი, ნამდვილად არის. უბრალოდ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და რო გიგინებენ პიროვნებას, რო გიგინებენ შენ სარწმუნოებას, რო გიგინებენ შენ ყველაფერს შენ ბუნებრივია მისი პროპორციული ზალადობა. ანუ ეს რამე ის გამოგონილ თეორიას მე არ ვქნი. ესა რეალობა. და ეს მინდა იცოდეთ. იმისაგან ჩვენ რო რეალურ პრობლემებზე ვიფიქროთ, აი ეს ავადმყოფები ქუჩაში გამოდიან და არ გაფიქრებინებენ მაგაზე და ორდროშაბანას თამაშობენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებით. ანუ ევროკავშირის რაღაცა იქისა, ანუ სიგიჟია ხალხო რა. ეს არის ჩვენი ფსიქოლოგიური დასკვნა, რომ შიგევროპელები არიან ავადმყოფები. მათი გამოსწორება არის შეუძლებელი რამ. რავი, აი, საბოლოო სიტყვას თქვენ გიტოვებთ. თქვენ დაახასიათეთ ეს ყველაფერი. მე გულწრფელი თავიდან ბოლომდე ჩემი სათქმელი ჩამოვაყალიბე. მე აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მოქვს ალიბი, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, საიდანაც ჩემი ცნობიერება არსებობს, ყოველთვის ვიყავი მათ წინააღმდეგ. ყოველთვის მე არასდროს არ შემიცვლია პოზიცია. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ ის მხარეს დავდგები,
აი ისტორიიდან ყველაზე ცუდიც რო აიღოთ. აი რავი, აი პოლპოტიც რო აიღოთ, იმის მხარეზე დავდგები ამას წინააღმდეგ. მიკერძოებული ვარ, მე ხო აი ხო რამეს ხო არ ვიგონებ. პირდაპირ გეუბნებით, მიკერძოებული ვარ. რატო? იმიტომ რომ ეგ ხალხი არ მევასება. და არ გაბოლებ და რაღაც ტყუილებს არ გეუბნებით, ესე ობიექტური არა. ვარ სუბიექტური. მაგრამ ჩემს სუბიექტურობას ძალიან ბევრი იზიარებს ამ ქვეყანაში და გენაცვალეთ თქვენთვის მინდა ეს ქვეყანა რომ კარგი იყოს და თქვენთვის ვიბრძოლებ რომ ეს ქვეყანა საუკეთესოდ ვაქციო. თქვენთვის, ჩემი თანამოაზრეებისთვის და ნორმალური ადამიანებისთვის საქართველოში, ვინც აფასებს საკუთარ ერს, საკუთარ ფასეულობებს, ღირებულებებს და პატივსცემს ადამიანებს. ეს რა უბედურებები უნახე, ესენი ადამიანები არიან? ამათთვის რუსეთი კი არა, რა რუსეთი, რუსეთი ამათთვის ზედმეტი არის, რავი, ჯოჯოხეთიც არ მიიღებენ. ჯოჯოხეთიდან განდევნილები იქნებიან, ჩვეულებრივად. მეგობრებო, ეჭვი არასდროს შეგეპაროთ ჩემში. დამიჯერეთ, მე ყოველთვის გულწრფელად საუბრობ თქვენს მისამართით. ხო, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და თქვენი აზრი დაწერეთ ამ პროცესებთან დაკავშირებით დროებით.